8 ნახევრიდან 10 საათამდე. დილის პიკი საზოგადოებრივ რადიოში. პროგრამა პიკის საათი. სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს და ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. უმნიშვნელოვანესი ალბათ მსოფლიო განვითარების ძირითად მიმართულებები ამ ყველაფერზე უნდა იდგეს, მე თუ მკითხავთ ზოგადად და ამაზე არ დამთავრდება საუბარი არც დამთავრებულა და არც არასოდეს დამთავრდება საუბარი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ სტუმარს გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს მე თამამად შემიძლია ასე თქვა ამასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ. თქვენ მას ძალიან კარგად იცნობთ, საზოგადოებაც იცნობთ, ჩვენ მსმენელი განსაკუთრებით რადგან ძალიან ხშირად არის ჩვენთან ერთად და გვესაუბრება იმ ბევრ ძალიან კარგ წიგნზე თუ პროექტზე, რასაც ის ახორციელებს ხოლმე, თუმცა აი ამ ამპლუით როგორც ახლა წარმოგიდგენთ, ეს მოხდება პირველად. მაშასე ჩვენი სტუმარი არის წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა. გამარჯობა გვანცა, დილამშვიდობისა. გილოცავთ თანამდებობას, თუ როგორ თანამდებობა დავარქვათ, თუ რა დავარქვათ? რა ვიცი, ახალი დაწინაურებას? ახალი პოზიცია. კარიერაში წინსვლა აქვს? წინსვლა არის, კი. წინსვლა ნამდვილად არის. ძალიან კარგი. კარგია ეს ყველაფერი, გილოცავთ, წარმატებას გისურვებთ. საპასუხისმგებლო არის ალბათ ეს ყველაფერი. მე გავარკვევ პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად რამდენად საპასუხისმგებლო არის. ჩვენი საუბარი, მხოლოდ ჩვენი საუბარით არ შემოიფარგლება, რამდენიმე ადამიანი ჩაგურდება პირდაპირ ეთერში და მათაც უნდა ვკითხო მათი კომპეტენტური აზრი, კერძოდ შენთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ადამიანმა განდოს საპასუხისმგებლო თანამდებობა ამ შემთხვევაში და ჩვენ ამ საუბარს განვავრცობთ ზოგადად ქალი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. თუ ამ თემაზე სურვილი გაგიჩნდებათ ჩვენო ძვირფასო მსმენელებად, შეგიძლიათ დაგვირეკოთ 240 91 92 ან 240 92 92-ზე და თქვენს ჩაგვერთოთ საუბარში პირდაპირ ეთერში. მე შეიძლება მომიწიოს ბევრი შეკითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, რომ შევადაროთ მამაკაცის და ქალის თვისებების საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და აქედან გამომდინარე, რამდენად მე ზუსტად და კარგად არ ვიცი გვანცა შენი დამოკიდებულება ფემინისტური მიმდინარეობებისადმი, აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა კითხო, თუ შენი ყველა პასუხი ამასთან დაკავშირებით ცალსახად ქალების მხარეს იქნება, მაშინ აქვე დავასრულოთ საუბარი და თქვენი სტუმრობა. არა, ჩემი პასუხები იქნება ცალსახად ადამიანების მხარეს, მათი დადებითი თვისებებით. უარყოფითითაც, იმიტომ რომ ზოგჯერ ესეც საჭიროა ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძვირფასო რადიო მსმენელებმა მან უკვე გამოავლინა პირველი თვისება იმ სიტუაციაში, როდესაც მას თავაზობენ არჩევანს, გასცა ზუსტად ისეთი შუალედური პასუხი, რაც საჭირო იყო, არც უაზრო ავანტიურაზე წავიდა და არც ძალიან გარისკა. ეს კარგია. ეს პირველი ჩაგეთვალათ პლუსში. მადლობა. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ საუბარი. მოდი გვანცა მე პირველში კითხავ კიდევ ერთხელ, რომ გაგვიმარტო, რას ნიშნავს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. რა საქმიანობს და რა არის? წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია დაარსდა 1998 წელს, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც პირველმა დამოუკიდებელმა გამომცემლებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყეს არსებობა, დაფუძნდნენ გამომცემლობები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, ყველა ქვეყანას თითქმის აქვს ასეთი ასოციაციები, რომელიც ზოგადად აერთიანებს საგამომცემლო სექტორს. ჩვენ შემთხვევაში აქ ჩართული არიან როგორც გამომცემლები, ასევე გამავრცელებლები, ანუ წიგნის მაღაზიები. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ევალება, რომ ზოგადად ლობირება გაუწიოს თუნდაც ამ სექტორს, არ ვიცი, სხვადასხვა ადგილას, ეს იქნება პოლიტიკა თუ ასე შემდეგ. განსაზღვროს ზოგადი პოლიტიკა, დაიცვას მათი უფლებები, როგორც აი სხვადასხვა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია საავტორო უფლებების დაცვა დღესდღეობით, დღეს მდგომარეობით, დიახ, ძალიან აქტუალურია და საერთოდ ხელი შეუწყოს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ერთიანად, გაერთიანებულად წარმოადგინოს სექტორი და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობა, რომ ვიზრუნოთ წიგნიერების გაზრდაზე ჩვენს ქვეყანაში. აჰა, ანუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანამედროვე ვერსია შეგვიძლია ჩავთვალოთ? ესე ვერ ვიტყოდი, ალბათ რაღაცები ემთხვევა. რატომ თუ საზოგადოება დღესდღეობით გვაწყენდა ამდიდიდან პატარას ძალიან ხშირ შემთხვევაში? ხო, რა ვიცი, შეიძლება ასეც არის და რაღაც ფუნქციებს ითავსებს კიდეც ყოველ შემთხვევაში. ყოველჯერს მე ვიტყვი მაშინ კიდე ასე გადავწყვეტ. ყოველ შემთხვევაში ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანებში და ჩვენ საზოგადოებაში კითხვა გავხადოთ პოპულარული.
როგორ გავხადოთ კითხვა პოპულარული მეორე თემა ეს ცალკე, მაგრამ მე მაინც პირველ თემაზე ვrჩები ქალის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე ვთქვი რომ რამდენიმე ადამიანი ჩაგვერთვება მეთქი პირდაპირ ეთერში და ისინი სულ მალე იქნებიან ჩვენთან ერთად დაურეკავთ და მათაც ვკითხავთ აზრს ზოგადად აი ამ თემაზე რა თქმა უნდა. როგორ მიმდინარეობდა განვითარება აი ამ ასოციაციის აქამდე ვინ იყო შენს წინ თქვათ და შენ როგორ მოხდი ანუ შენი მოსაზრებით და ხედვით მიხვედი თუ უბრალოდ შემოგთავაზეს და დაეთანხმე? არა, პრინციპი არის ესეთი, რომ გამომცემელთა ასოციაციას ყავს თავის წევრები, ფაქტობრივად მთელ სექტორს აერთიანებს. ეს წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან მაის-ივნისის თვეში. ვინ არის ეს წევრები? მწერლები, რედაქტორები? არა, მხოლოდ გამომცემლები, გამავრცელებლები, წიგნის მაღაზიები. კარგი. იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, იქ წლის ბოლოს, ანუ წლის ბოლო ესია ჩვენთვის მაისში, იმჟამინდელი თავმჯდომარე იქნება თუ ბორდი ასოციაციის წარადგენს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ერთი წლის განმავლობაში, ანგარიშსაპარებს ასე ვთქვათ, და შემდეგ უკვე იწყება ახალი არჩევნები. ანუ წევრები ირჩევენ 7 წევრს გამომცემლებიდან თუ გამავრცელებლებიდან არ აქვს მნიშვნელობა და ეს არის ასოციაციის ბორდი და შემდეგ უკვე ეს ბორდი 7 კაცის შემადგენლობით ირჩევს ერთ თავმჯდომარეს. ამ ბორდს რა თქმა უნდა ისინი დასაქმებული არიან თავიანთ გამომცემლობებში და აქვთ ბევრი საქმე, მაგრამ ემატებათ პლუს ის რომ უკვე ასოციაციის საქმიანობა უნდა აიღონ თავის თავზე. თუმცა აი წელიწადში ერთხელ, 2 წელიწადში ერთხელ დაახლოებით იცვლება ასოციაციის თავმჯდომარე. მე ბორდში ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში. თავმჯდომარე იყო ქეთევან კიღურაძე, სიესტას დირექტორი და არაჩვეულებრივი ადამიანი. მე სულ ვამბობ, რომ ქეთისთან ერთად მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, იმიტომ რომ სხვაგვარად ნამდვილად ვერ შევძლებდი რომ აერიდან ამეღო მე უკვე ეს პასუხისმგებლობა. ეს 2 წელი იყო ჩემთვის რაღაც სწავლაც, გამოცდაც და ბევრი რამ. და შემდეგ აი წელს უკვე ესე მოხდა. ბატონი მამუკა იყო წევრი მათ შორის იყო ასევე. დიახ, 2 წელი. ბატონო, მაშინ სწორედ ამ შეკითხვით მიმართავ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს სატელეფონო ხაზია გამომცემლობა აზრის დირექტორი და პირველი დამოუკიდებელი ქართველი გამომცემელი. შეგვიძლია ხო თამამად ასე ვთქვათ, მამუკა ხანთაძე. ბატონო მამუკა, დილამშვიდობისა მოგესალმებით. დილამშვიდობისა. სალამი. დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ. ჩვენთან სტუმრად არის გვანცა ჯობავა. მე რამდენადაც გავარკვიე, მის არჩევაში თქვენი წვლილიც, პატარა წვლილიც არის შეტანილი, ასე ვთქვათ. ანუ ხმა მიეცით, ვთქვათ ასე. ხომ იყო ეს ყველაფერი, ან როგორც იყო, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ თქვენ თანახმა იყავით, რომ გვანცა ყოფილიყო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი? რა თქმა უნდა, ორივე ხელით გავაკეთე. ძალიან კარგი. ჩვენ სხვადასხვა თან ვსაუბრობთ თემაზე ქალის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი მეგობრული დამოკიდებულებისა, ამ ეთერში მე გვანცას მეგობარი არ ვარ. თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენი გადაწყვეტილების ისტორიაში? რა თქმა უნდა, 100% დარწმუნებული, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ჩემს თვალწინ გაიარა გვანცას თელმა ესეთი პროფესიულმა ბიოგრაფიამ, ასე რომ ვთქვათ. დიახ. ამიტომ ზედმიწევის კარგია გვანცას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი კარგი თანამდებობა მის ცხოვრებაში და შემდეგ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ზემოთაც დავა. ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ თუ გაქვთ ამაზე ნაფიქრით თუ არა და უთქვათ მოიფიქრეთ, აი ესე ჩამოყალიბებულად, განსაზღვრულად თუ შეიძლება ითქვას მისი დადებითი თვისებები, ვთქვათ, საპასუხისმგებლო საქმეზე. გვანცას დადებითი თვისებები ამ შემთხვევაში. პირველი დადებითი თვისება გვანცას არის იუმორის გრძნობა. ეს მე მგონი თავარია. ეს ძალიან კარგია რომ გავიგე. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ადამიანური თვისებაა. დიახ. კოლეგიალობის უზარმაზარი გრძნობა და აქ გვანცას, იმიტომ ბევრი წლების განმავლობაში ხა გვანცასთან ურთიერთობა მაქვს და ერთ-ერთი ამოსავალი წელი მის ურთიერთობაში მის მეგობრებთან და კოლეგებთან არის ზუსტად ეს კოლეგიალობის გრძნობა არის, რომლის გამოთაც უზარმაზარ პატივს ემენ მას. შრომის მოყვარეობა ეს კიდე ცალკე თემა არის, იმიტომ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უწევს. კი, ამაში ყველა დავწუნდით ბოლო პერიოდში, რასაც ხედავთ. ყველაზე რთული მისი ასაკისთვისაც და რა თქმა უნდა. და ბოლოს ბატონო მამუკა, კიდევ ერთს გთხოვთ თუ შეიძლება, დადებით თვისებებზე საუბარი მით უმეტეს პირდაპირ ეთერში ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგია და სხვადასხვა ადვილიც არის, მე მინდა გითხრათ, ჩემი პირადი მაგალითთან გამომდინარე, მაგრამ თუ გნებოთ ახლა მას ხურცასმენებს გაუთიშავ და ერთი მაინც უარყოფითი თვისება მითხარით მისი. უარყოფითი თვისება? მიდი მამუკა, გათიშული მაქვს უყურები. უარყოფითი თვისება.
ხანდახან ინტუიციას უფრო ხშირად უნდა დაეღებინოს ხოლმე ვიდრე ციგონებას. უფრო სწრაფად უნდა მიიღოს ხოლმე. გასაგებია, ძალიან სასწაული. ხშირად იტანალის უკეთებს ხოლმე. შეიძლება ეს ის კარგია, მაგრამ ხანდახან გადამწყვეტი თავისთავად. არის საჭირო ჯობს ინტუიციას დაეღწონოს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის ბატონო მამუკა. ჩვენ ვესაუბრებოდით გამომცემლობა აზერის დირექტორს და პირველ დამოუკიდებელ ქართველ გამომცემლელს მამუკა ხანთაძეს. მადლობა ჩართვისთვის. პირველი რეკომენდაციაც მივიღე. მადლობა დათო. ძალიან ასე შეიძლება და მოერიდეთ და არის თქვა პირდაპირ და ხო ხედავ მე გამოვიწვია ეს ადამიანები ამისათვის და არაერთ გამოვიწვია კიდე მინდა გითხრათ იმიტომ რომ ზვიად კვარაცხელია მისმენს რამდენადაც მაცნობენ პირდაპირ ეთერში ზვიად ჩვენი ხმა გესმის მოგესალმებით. გამარჯობა ზვიად ილამშტობისა მწერალი რედაქტორი ბრძანდები შენ ძალიან ბევრი წიგნის რომელიც განსაჯობავას დაწერილი და თქვენ დაარედაქტირეთ ასე ვთქვათ ხო უხეშად ხომ ასეა დაწერილიც და თარგმნილი. დაწერილი თარგმნილი თავისთავად ცხადია ზვიად დაახლოებით იგივე შეკითხებით უნდა მოგმართო შენც იმიტომ რომ მე დავფერდი განცას რომ მისი მეგობარი ჩვენს პირდაპირ ეთერში დღეს არ ვიქნებოდი და მინდა გავარკვიო და კიდევ ერთხელ დავწმუნდე რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე განსაჯობავა თანაც ზოგადად თემა ქალი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დღეს ჩვენი საუბრის თემაა. ზვიად, შენც არაერთხელ ყოფილვარ ჩვენთან სტუმრად, გვისაუბრია ძალიან ბევრი ამა თუ იმ პროექტზე, მაგრამ მითხარი, მაგალითად, ერთი ყველაზე მთავარი, რის გამოც შენ პირადად მიესალმები გვანცას, როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტს. გვანცა ყველამ კარგად იცის, ვინც ამ სფეროში, საგამომცემლო სფეროში საქმიანობს, რომ პირდაპირ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი არ გამხდარა, მაგრამ და გაიარა ავტორობიდან, გამომცემლობიდან, გამომცემლებთან ურთიერთობიდან იმ ყველა აქტიურ და აქტუალურ პროექტში მონაწილეობით და თავისი შრომის უნარიანობით, ნიჭიერებით და საქმისადმი ერთგულებით დაამტკიცა, რომ ღირსი იყო ამ თანამდებობით. საერთოდ თქვენ ახსენეთ ქალი და თანამდებობა ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში სქეს რა თქმა უნდა არ აქვს. თუმცა არსებობს განმასხვავებელი ნიშან-თვისებები ქალსა და მამაკაც შორის, რაც ამა თუ იმ შემთხვევაში განმასხვავებელი ნიშან-თვისებები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ქალიცა და მამაკაცის პროფესიონალ ადამიანს გულისხმობ, ერთნაირი ინტერესით, აზარტით, სიყვარულით და სიყვარულით ეკიდება იმ საქმეს, რომელიც უყვარს და თანამდებობა მისთვის ამ შემთხვევაში განცას გულისხმობ ყოვლის არის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. გვანცა უკომპრომისოა? მისი ტექსტის რედაქტორი როცა ხართ ხოლმე ყოფილა რამე შემთხვევა რომ რაღაცა ეს რატომ ასე და რატომ ისი არა და ვერ შეთანხმებულ ხართ. იყო ასეთი შემთხვევები თქვენს ურთიერთობაში? აი, რესპონდენტთან თქვენ ნაკლი ახსენეთ ხასიათის და ძალიან კარგია თუ ამას ამ ხრივ აგდელოთ საუბარს. ხო. ცოტათი ჯიუტი არის არა მხოლოდ რაღაცების შენიშვნების მიღებაში, არამედ ზოგადად ეს კარგი. ეს მისი ერთ-ერთი ხასიათის თვისებაც არის. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ფაქტობრივად მთელი დღე ერთად ვართ სამსახურში და არა მხოლოდ ეხლა თარგმანთან წიგნის გამოცემის ამბავში. თუ მთელი დღე ერთად ხართ, მაშინ ის ვითხართ ყავას თუ აკეთებს გემრიელს. არა, სხვადასხვა. ეს უკვე ყოფილი დეტალებია. ზიად პირდაპიროა. მახსენდება ცალკის ერთხელზე ჩამოსაცვლელი შემთხვევა. როდესაც მას ჩემთვის პირადად მოუზადებია ყავა. დიდი მადლობა. ეხლა ისე თანამდებობაზეა, იქით უნდა მოუმზადოთ ყველა ყავა და ასე რომ ეს პრობლემა მას აღარ აწუხებს. მადლობა ჩართვისთვის. ზვიად კვარაცხელიას ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში და მოდი კიდევ ერთი ადამიანი უნდა ჩავთოთ და მასთან დავასრულოთ შემდეგ მათსაშენთან გადმოვალ შეკითხვებით. გიო არაბული პოეტი, მასაც ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება. გიორგი მოგესალმებით დილამშვიდობისა. მოგესალმებით დილამშვიდობისა. გესმოდა მე მგონი ყველაფერი ასე დავარებობით რომ? როგორ გესახება შენ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტის ვადაში, ასე ვთქვათ, საქართველოს გაფრთხილდება? ძალიან ზოგად შეკითხვებსა, მაგრამ გაქვს იმედი ახალი პრეზიდენტის? და ეხა უფრო ბჯერა, იმიტომ რომ ისეთი ამბები გადაგხვდენია ჩვენ ერთად თავზე წიგნებთან ერთად. დააკონკრეტე ძალიან. წიგნებთან დაკავშირებით მე დაამატე. წიგნებთან, ავტორებთან და პოეზიის საღამოებთან თქვი პირდაპირ. პოეზიის საღამოებთან და სხვადასხვა რადიოებში ძალიან საინტერესოები გადაგხვდენია. გვანცას რაღაც ხასიათის ნიშან-თვისებებს ვიძიებ მე და მოდი პირდაპირ კითხავ გიორგი და ძალიან პირდაპირ პასუხი ძალიან გთხოვ. ოდესმე შენთვის უთქვამს გიო რა არის ეს ლექსი არ ვარგა? აი ეს სიტყვები უთქვამს ესე პირდაპირ ოდესმე შენთვის?
სხვათა შორის ესე არ ვარგა არა, მაგრამ ძალიან ისეთ შენიშვნა მოუწია. ოღონდ სხვა ფორმით, ასე პირდაპირ არა, უფრო დელიკატურად ალბათ, ხო? ალბათ მართლა არ ვარგოდა ჩემი ლექსი და ამიტომ არ ვიცი. შეიძლება არა, ეს ცალკე საკითხია, მე მაინტერესებს მისი დამოუკიდებლობა შეუძლია თუ არა ამის თქმა, ეს მაინტერესებს, თორემ კი, როგორ არ შეუძლია. შეუძლია იყოს პირდაპირ. მაგრამ სხვათა შორის ახლა გამახსენდა რაღაც კომენტარები, როცა ლიდ პორტალები იყო. გვანცა არა, მაგრამ იქ ჩვენი საერთო მეგობრები ასეთ კომენტარებს ყავდა ხოლმე ლექსი, დაიდებოდა რამე ლექსი, მაგალითად სევდიან ლექსი და ესეთი კომენტარები იყო ხოლმე, როცა სადაც მას შეაფასონ ლექსი და თქვან რომ რაღაც აი კარგი ლექსია თუ აი ეს არ მომწონს, აი ეს დროპში და განიხილონ, იქ იყო ესეთი კომენტარები ხოლმე. ღმერთი შეგეწიოთ. ეს არ მithქვამს მომგიო და კონკრეტულად რომ ეგ არ არის ჩემი კომენტარი. არა, რა თქმა უნდა, გვაქვს. და ეს უფალი შეგეწიოთ. ყველაფერი კარგად იქნება, პოეტის გზა მაინც ეკლიანია და ეს კომენტარები ხოლმე სულდა. მე მაქვს იმედი, რომ პოეტის ეკლიან გზას ეკლებს შემოაწყლის განსაჯობავა და ყველა პოეტი იქნება დაფასებული საქართველოში. და ესეთი ამდენი უყურებდა გვანსა და ხედავდა და მაინც ისე გამოიარა, რომ ძალიან მაგარი წიგნების რედაქტორია დღეს და ძალიან კარგი რედაქტორია და ძალიან კარგი მეგობარიც არის. ამიტომ ფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. და საქართველოს გაბრწყინდება. რა თქმა უნდა. ეს პროექტის ფინალი არის ალბათ მისი პრეზიდენტობის პროექტის ბოლო ნაწილი იქნება საქართველოს გაბრწყინება. ამის დარწმუნებული ვარ, გიო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობთ კიდევ ერთხელ. მე დამჭა სულ რაღაც 5 წუთი და ეს 5 წუთი უკვე უშუალოდ განსასთან საუბარში უნდა გამოვიყენო. მადლობთ გიო არაბულს ვესაუბრებოდით პოეტს პირდაპირ ეთერში. გვანცა ახლა ჩამოყალიბებულად შენი დამოკიდებულება რა კუთხით ბევრი მიმართულება ახსენე წერა სხვადასხვა საავტორო უფლებები და ძალიან ბევრი სხვადასხვა ძალიან ბევრი არის რაც მისახედია თქვა რაღაც გასასწორებელია სამუშაოა მოკლედ ამ ყველაფერში და პრიორიტეტებად რა მიგაჩნია ამ შემთხვევაში დღესდღეობით შენ. გახსენებ ჯერ დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას გენდერული ბალანსი აქ დაცული არ იყო მაგრამ გადავურჩით ამ ამბავს მე მგონი და ბოდიში რომ უფრო მეტად დადებით თვისებებზე მოუწიათ საუბარი ვიდრე უარყოფიძემ დიდი მადლობა. რაც შეეხება პრიორიტეტებს მაპატიე გვაცად შეგაწყვეტინებ მსმენელი მობილური გვირეკავს და კი ბატონო გამარჯობა მოგესალმებით დილაბშდებისა. დიახ გამარჯობა მე ვარ ეთერში. დიახ ბრძანდებით ოღონდ შეიძლება მოკლედ გითხარით საერთოდ. ბატონო გვაცად მიულოცო ეს თანამდებობა და ვუსურვო რომ ძალიან გაამართლოს თქვენი იმედები და მინდა რომ მას პირადად მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია. არის ესეთი გამომცემლობა ქართული. დიახ, მსმენია მე. დიახ, გამოსცა საქართველოს სამზარეულოს დიდი წიგნი, ესეთი სახელწოდებით რედაქტორი აწერია ანასტასია იმასარიძე და მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ ამ წიგნის ერთ-ერთი ფერადი და ეთმობა საქართველოს რუკას, რომელიც არის დამახინჯებული. ანუ საქართველოს სამხრეთით საზღვრებამდე შემოსაზღვრულია და ყავისფრად, ახატია ოსურ კოსტუმში ჩაცმული მამაკაცი, osuri საჭმელები და აწერია ოსი. და საერთოდ არ არის ტერიტორიულად საქართველოსი იქ არც სამხრეთ ოსეთი ყოფილა და საერთოდ სადაც ითვისებენ გასაგებია. მადლობა რომ დაგვირეკეთ. მე არ ვიცი ბერკეტები ამას ხوارდება როგორ უნდა მივახცეთ, ალბათ გამომცემლობას უნდა მოვკითხოთ. კი, ჩვენ შეგვიძლია რომ უშუალოდ მივმართოთ გამომცემლობას და გავარკვიოთ. მადლობა ინფორმაციისთვის, აუცილებლად დავინტერესდებით. დავუბრუნდეთ პრიორიტეტებს ასაკით. რაც შეეხება პრიორიტეტებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს ახლა ჩვენ, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. პირველ რიგში აუცილებლად არ შემიძლია არ დავასახელო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, რომელშიც ასოციაცია წიგნის ცენტრთან ერთად ყოველწლიურად ორგანიზებას აკეთებს საქართველოს კოლექტიური სტენდის. თუმცა ჩვენ ალბათ მსმენელმაც უკვე იცის ამის შესახებ, რომ საგამომცემლო სექტორმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ყველაზე მასშტაბურ და პოპულარულ საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს საქართველოს წარდგება საპატიო სტუმრის სტატუსით. ეს ნიშნავს იმას, რომ აიხლა უკვე წელსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად. ერთი წლის განმავლობაში 2018 წელს ჩვენ გვექნება საშუალება, რომ არა მხოლოდ ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, არამედ თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროსი მთელი გერმანიის ტერიტორიაზე მომზადდება უამრავი გადაცემა, სიუჟეტი ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხელშეუწყობს ასევე ტურიზმის განვითარებასაც და სხვადასხვა სფეროსი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის
თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რომ აი ამ პატარა სექტორმა, პატარა წიგნის ბაზარმა საქართველოში, რომელიც რეალურად 20-25 წლის არის, შეძლო ასეთი წარმატების მიღწევა. ეს ნამდვილად არ იყო იოლი და ადვილად არ მომხდარა. თუმცა ჩვენ ვდგავართ ახლა იმის წინაშე, რომ ეს პირველი წარმატება გასაგებია, მაგრამ მთავარია ჩვენ ამ ყველაფერს როგორ ჩავატარებთ. გამოწვევა მნიშვნელოვანი, შევძლებთ თუ არა ღირსეულად წარუდგეთ. თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ეს ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ეს განვითარების შესაძლებლობა, რომელიც დღეს გვაქვს, შეგვიფერხდეს. თუმცა რა თქმა უნდა, მზადება უკვე დაწყებულია, ჩვენი ასოციაციაც აქტიურად ჩართულია ამაში და მაგრამ თქვენ ალბათ იცით, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა დღეს ადგილობრივ საგამომცემლო ბაზარზე და ეს მომდინარეობს იქიდან, რომ სასკოლო სახელმძღვანელობის გამომცემლები აღმოჩნდნენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. აქ საქმე გვაქვს ავტორო უფლების უხეშ დარღვევასთან. ჩვენთვის ეს თემაც არის ძალიან ისეთი პრიორიტეტული. მოკლედ გეტყვით, რომ ეს გულისხმობს უფასო სახელმძღვანელობის პროგრამას, რომელიც 2013 წელს განხორციელდა და განხორციელდა ეს ავტორების და გამომცემლების საავტორო უფლებების უხეში დარღვევით. ამ ამბავში, ანუ ჩართული იყო სასკოლო სახელმძღვანელობაში 20 გამომცემლობა დაახლოებით და ჩვენი ბაზრისთვის ეს არის ძალიან მაღალი ციფრი. ამიტომ ამან მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია და აი ბოლო შედეგი რაც მივიღეთ ძალიან ცუდი არის, რომ 10 აგვისტოს იხურება წიგნის მაღაზია დიოგენე. გამომცემლობას მოუხდა, რომ არჩევანი გაეკეთებინა გამომცემლობას ან მაღაზიას შორის და ნუ რა თქმა უნდა მაღაზია არჩიეს, შეეწირა მაღაზია. და რატომ არის ახლა ეს ცუდი? იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვჭირდება რომ გამომცემლები იყვნენ განსაკუთრებით ძლიერები საერთაშორისო ასპარეზზე. მათ უნდა იარონ საერთაშორისო ფესტივალებზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ წლებში ქართული ლიტერატურა გამოიცეს უცხო ენებზე. ეს არის პრიორიტეტული ასევე ევროპის მთავარ ესეთ ენებზე. ამისთვის კი მათ ხშირი შეხვედრები უნდა ქონდეთ კოლეგებთან, უნდა საცდელი თარგმანები მოამზადონ და პირველადი ინვესტიციები ჩადონ. თუ ამის მდგომარეობაში არ იქნებიან და უფრო თვით გადარჩენაზე მოუწევთ ფიქრი, ეს იქნება ძალიან რთული. ამიტომ რა ვიცი, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენთვის ეს არის დღეს პრიორიტეტული. დავეხმაროთ როგორმე სახელმძღვანელობის გამომცემლებს, რომლებიც ასევე მხატვრული ლიტერატურის გამომცემლებიც არიან პარალელურად და მნიშვნელოვნად მოვემზადოთ ფრანკფურტში წარმატებით წარსადგომად. კიდევ ერთხელ წარმატება მინდა გისურვო როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ეს ერთი, თუმცა მე ძალიან არ მინდა ერთი რამ, რომ შენი ამ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში თქვათ, იგივე მენეჯმენტის თუ საორგანიზაციო საკითხებში ზედმეტად ჩაფლულს მოგაკლდეს დრო შენ სამწერლო და თარგმნელობითი საქმიანობის. მაგის საშიშროება დგას, მაგრამ მე ამას არ დაგუშვებ. მე არ იცის გავაკეთებ, მაგრამ მოგიწოდებ ხოლმე რომ ეს ასე არ ერთ-ერთი. ფაქტობრივად ზოგჯერ მიწევს რომ ვიძალადო საკუთარ თავზე რომ ეს ასე არ მოხდეს და. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისათვის. ჩვენ მოგეხსენებათ პიკის საათი და ზოგადად საზოგადოებრივი რადიოც ყოველთვის დიდი ყურადღებით გელოდებით, გიყურებთ და ყოველთვის მხარს გიჭერთ. თუმცა შეიძლება დაკვრათ რა თქმა უნდა ყოველთვის კარგ პროექტებთან დაკავშირებით და ეს მეგობრობა და ურთიერთობა FM 104.4-ზე გაგრძელდება. და ამისთვის მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა.